Მოგესალმებით მეგობრებო, დღეს თემის ამანათი როგორც თქვი, ასეთ რამას დილას და ასეთ კარგ ღიავში. აბა გავაგრძელოთ წინ ეს განახეთ თვისამაგრი ვანის მე რომ მიყვარს აი ასეთი ფუმფურა გუღულა და ეს შევიძინე, ბევრი მაქვს ასეთი როგორც თქვი და ეს წარწერის გამო და ასეთი ლამაზი ბანტის გამო ესეც რაღაცა მომეწონა და შევიძე ფერი ძალიან მომწონს ესეთი ვარდისფერი მე რომ მიყვარს და ესეც შევიძინე მოკლედ მიყვარს ასეთი ნივთები და რამე რუმეები ხო ეხლა გადავედით ეს გამოვიწერე სხვათა შორის ჩემთვის კოსმეტიკური ეს არის სახის ნიღაბი წესით არის დღის და ღამის აი ასეთი აი ახლა გავხსნი და რა ვიცი აი ასეთი ბრენდი არის არ ვიცი ეს უშლის ხელს რო აქ წავიკითხოთ მაგრამ არა უშავს აი ასეთი რომ ძალიან მიყვარს ნიღბები მაქვს ჩემი ვარდისფერი ნიღაბუკა ვინც მიყურებს და იცის რომ ძალიან მიყვარს მაქვს ოქროს ნიღბებიც რაღაცეები რა ვიცი როგორც ყველა ქალს უყვარს თავი გავინებივროთ რატომაც არა თან ძალიან ძვირიც არ აღის ახლა ჩვენთან ძალიან ძვირი ყის ასეთი რამე კი მაქვს ძვირიანი პროდუქტიც ამერიკულ პროდუქტს ხმარობ ხოლმე კიდევ ბეკმენის პროდუქტს ხმარობ ძალიან მიყვარს ანუ ხელზე ტანზე თმაზე ყოველ და ესეც არის ამის ადგილიც რატომაც არა ეს ღირდა სადღაც 20 ლარამდე თუ არ ვცდები ანუ ფასტაკლებით შეიძლება უფრო იაფათაც იყიდოთ ფასტაკლებით არ მიყიდია ამჯერად სამწუხაროდ აღარ მქონდა ვაუჩერი და ისე როცა ვაუჩერს გამოიყენებთ შეიძლება 10 ლარათაც 15 ლარათაც შეიძინოთ ნუ მოკლედ აი ასეთი ეთყობა ეს ღამის არის ეს ალბათ დღისა არის ეს არის ნიღბები კრემები სახის კრემები აი ასეთი ჩანს ალბათ აბა დღისაც ვნახოთ დღის კრემიც ვნახოთ როგორი არის ხო აი თვითონ ახატია რომ დღის კრემია ეს აი არ შეგეშლებათ უკაცრავად არ შეგეშლებათ აი ასეთი კარგი და სასარგებლო შენაძენი ხალებისთვის და არა მარტო ეს ამას მგონი ასაკობრივი ზღვარი არ აქვს ანუ 20 წლიდან შეიძლება მოხმარება მე როგორც ვიცი არ ვიცი გადაამოწმეთ და შეგიძლიათ თქვენ შეიძინოთ ძალიან სასარგებლო და საჭირო ხალებისთვის და არა მარტო როგორც ვიტყვი ბიჭებისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ რატომაც არა კაცები ჩვენივრად ულიან სახის კანს და თავს დღეს ძალიან კარგად აბა გავაგრძელოთ ძალიან არის შეფუთული და ცოტა მიჭირს ამოხება და მოდი გავჭრი ძალიან რომ კარგად ამოვაწყოთ რაღაცეები ხო ბოლოში სურპრიზი მაქვს და ამას ბოლოსკენ განახებთ სულ ბოლოში გადავდებთ რაღაცებს კიდე გვერდზე მიყვარს ბოლოში ასეთი სურპრიზები ხო მოდი ახლა ლუსის ის ვნახოთ კაბები საყვარელი აბა ვნახოთ ჩემი ლუსის ჩემი ლეკვის ძალიან ლამაზი კაბები გამოუწერე ზაფხულის ესე ქალთევზას კაბები და ვნახოთ აბა როგორები არის ვაიმე აი ნახეთ ულამაზესი უსაყვარლესი ღმერთო ნახეთ რა სილამაზეა აი ძალიან ლამაზი არის და ასე იკოსკოსებს ზღვაზე ჩემი ლუსი ზღვაზე ეზოში გარეთ სახლში პარკში რა ვიცი მაგრამ ძალიან ლამაზია მეგობრებო და რაღაცა ისეთი ნაჭერია ნახეთ სრიალა და ესე ძალიან ბევრი ფუშფუშა
წული აქვს და ძალიან ხარისხიანი, აქვს რეზინა, აქ მუცულაზე. ვისაც ყავთ პატარა ლეკვები, ფუფები, ძაღლები, ვისაც გიყვართ ცხოველები, შეუძინეთ თქვენ ცხოველებს, გაიხალისეთ ცხოვრება, რატომაც არა. და აი ასეთი ლურჯით შევიძინეთ, ნახეთ. ესეც იგივე ხარისხის, ანუ ორი ფერი იყო და ორივე შევიძინეთ. არ ღირდა ძალიან ძვირი. სადღაც 15 ლარამდე ღირდა. შეიძლება იაფათაც გადააწყდეთ, ანუ როცა აქციებია, შეიძლება 10 ლარათაც, 7 ლარათაც წააწყდეთ. მე ესე შევიძინე, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძვირი გამომივიდა ეხლა. და ასეთი სილამაზისთვის 20 ლარიც არ იქნება დასანანი, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ, მე ჩემი ცხოველებისთვის არ მენანება არაფერი და ბავშვებისთვის შეიძლება ჩემთვის არაფერი შევიძინო და ამათ უყიდო, იმიტომ რომ ჩემი ბედნიერება ამაში დევს მოკლედ. როგორც მიხვდით, ალბათ ბევრი მიხვდებოდა უკვე. ხო, ასეთი ლამაზი შენაძენი გვაქვს, კიდევ კოლექცია შეემატა ჩვენი ლამაზი კაბები, ჩემ გოგოს. აი ასე. აბა გადავიდეთ მეგობრებო. ნელა. ხო. ეხლა ეს ხო, მოდით ამას განახებთ ჯერ. ეს არის ძალიან საჭირო რამე. სხვათა შორის ეს გამომწერე ჩემი ისთვის რა ქვია. ნუ კაბებზე თუ შორტებზე თუ რა ვიცი რომ ვისაც როგორ ზოგი მაიკაზე იცმევს და რაღაცა. ესეთი ბანდაჟი შორტები არის ფერადი. ძალიან ცნობილი, თუ გინდ სპორტული დაარქვით, თუ გინდ რა ვიცი, მე უფრო ბანდას ვეძახი, იმიტომ რომ აი ასეთი შორტივით არის, მოკლე და ასეთი ხარისხის. ეს ალბათ ეხა უკვე ყველასთვის ცნობილი, არ ვიცი ვინ იცის და ვინ არ იცის, მაგრამ მე ძალიან მჭირდებოდა და აი ასეთი შევიძინე, ესე იწელება ძალიან, მაგრამ ზომის მითითება აუცილებელია. ესეც სადღაც 7-8 ლარამდე მივეცი ამაშიც. ძალიან ლამაზი ფერია და მე მგონი ფერის გამო უფრო შევიძინე. ნუ მოკლედ ასეთი შორტივით ძალიან გამოსადეგარი. ეხლა შეიძლება სარაფანის ქვეშაც ჩაიცვათ, რო თქვათ, ახლა ქარიროა და რო არ აღიბრიალდეს ყველაფერი ესე ჩვენივად ლამაზად, ნუ თუ ფერებში იქნება, რა თქმა უნდა, თეთრში ან შავში შეიძლება, ნუ ჭრელში შეიძლება თუ ასეთ ფერი ურევია, რატომაც არა კაბას და მაიკას შეიძლება ესეთი ფერის და ასეთი შორტივით, რა ვიცი, ვისაც არ აქვს პრობლემა, ჩაი, მე არ მაქვს პრობლემა. ვიცმევ ძალიან თავისუფლად რაღაცა, მე ჩემი მთელი ცხოვრება ასე ბავშვობიდან ასე თავისუფლად არ მაქვს არანაირი კომპლექსი, ნუ რა თქმა უნდა, მე ჩემი 50 კილოს რა ვიცი ჯეჯობით ვერ ვიბრუნებ სამწუხაროდ, მაგრამ რა ვქნა ცხოვრება მიდის, ახლა ამაზე ვერ გავჩერდებით და ნუ ეგ თალკე თემა არის ჩემი და მეც მინდა ლამაზად და ფერად ჩაცმა. ნუ რა სიზავ. ხო. ახლა გავაგზელოთ. ეს არის ძალიან ისეთი ძალიან ცოტათი ისეთი ინტიმური, მაგრამ ძალიან მინდა რომ თქვენც განახოთ. ნუ რა ვიცი, მე დღისთან სიამოვნებით ჩავიცმევ ამას ხალხზე, რა თქმა უნდა. გოგოებს ძალიან მოეწონებათ, ვისაც სურვილი აქვს შეიძინეთ. აი ასეთი სილამაზე. აი გოგოებო, ნახეთ სიბრწყვილია, ესეთი ლამაზი, ესეთი პატარა პერანგი. წვიალა მე რომ მიყვარს, აი ნახეთ როგორი სილამაზე არის, ესე წვიალებს ასე სხვათა შორის იწელება ეს, აი წელვადი არის, ესეთი ლამაზის შესაკრავით წინ ეს იხსნება და ესეთი მარეგულირებელი კიდევ, აი ესაა. ნუ მოკლედ ასეთი ლამაზი პერანგი შევიძინე. მიყვარს ასეთი რამეები, როგორც მიხვდით და რა ვიცი, ესეც არ ღირდა ძალიან ძვირი და საერთოდაც არ ღირდა ძვირი. ღირდა სადღაც 16 ლარი თუ 17 ლარი. თხელი არის, ანუ ზაფხულისთვის ძალიან კარგი არის ზაფხულში. ასეთი გრილი და კარგი ჩასაცმელი
სახში, ზღვაზე, რა ვიცი. სამოგზაუროდ სუბუქი ადგილს ისე არ იკავებს და თან დიდი წონაც არ აქვს და რა პრობლემა ჩააგდე და წაიღე, გადაიცი ძალიან ლამაზად გამოიყურები შემდეგში. მოკლედ მე ასე უყურებ. ხო, აბა გავაგრძელეთ. კიდევ ჩემი ნივთები არის ეს. აი. აბა ვნახოთ. ეს მოსურა რაღაცა. აი არა უშავს. იმედია გავხსნი. ამას მე გავუკეთებ ასე. რაღაცა თავს რო წევ გნელდება. მე მგონი კამერა და ცოტა ისე ვიზავ. ხო, მოკლედ. აი ასეთი შენაძენი მაქვს ესეც. ამოვიღებ სუნთებს რომ მთელი არ შემეშალოს მე პარკმა. ხო, აი ასეთი ლიფები. მოდი ერთს განჩვენებთ. აი ასეთი ზაფხულის ესეც ხო. აი ასეთი ზაფხულის კარგი წელვადი ესეთი კარგი ტოპი ლიფი. ძალიან კარგი ხარისხის, აი გოგოებო. აი ასე იწელება კარგად. ეს უკან რო არ დაგცხეთ ესეთი ისა აქვს რა ქვია ნაჩვეტები და ასეთი ორი ცალი შევიძინე. მაქვს მე კიდევ შავი ფერი, თეთრი ფერი და რა ხამესე კარგი იყო და აი ესეთი გამყოფით. ესეც ორი ცალი შევიძინე სხვათა შორის ძალიან იაფად. აი ესე ორი ცალი ძალიან იაფად. ნახა მიაფად ხიდა, იმიტომ ვიყიდე ეს ფერი, თორე სხვა შემთხვევაში ზაფხული რო არის შევიძენდი ან ცისფერს, ან ვარდისფერს, როგორც მე მიყვარს, ან იაფი ღირდა სადღაც 7 ლარი ორი ცალი და რატომაც არა ზამთრისთვის, ან გინდაც ეხლაც, ან მუქფერი რო გაცვია, ან შავი რო გაცვია, ესეც ძალიან კარგი არის. მოკლედ ასეთი. ხო, ეს ესეთი კიდევ ტოპი. აი თეთრი შევიძინე, აი კი ბატონო, თეთრიც გვაქვს. აი ასეთი, ეს უკვე ბრეტელებით. აი ასეთი, ესეც კარგად იწელება. ამასაც შვენივრად ვიხმარებ, რა თქმა უნდა, ზაფხული რო არის, მიყვარს ბრეტელებიანი ზაფხულში და ხო, შიგნით სხვათა შორის აწყვია ასეთი, აი ესეთი აქვს გაჭრილი გვერდზე და შიგნით აწყვია ასეთი ლიფის, აი ასეთი ბუკებივით რა. მოკლედ თვითონ უკვე გაჭრილია, ვისაც არ უყვარს მაგალითად ეს ან არ ჭირდება. მე მაგალითად არ მჭირდება და არც მიყვარს დიდად რომ ეს სქლათ რაღაცები, ანუ რო არის შიგნით რაღაცა. ამას აუცილებლად მე რა ვიცი, ჩემი აზრია, ამოვიღებ. და ისე მოვიხმარ, ისე ვიხმარებ. აი ესეთ ლამაზ ტოპიკ მაიკასავით იქნება მერე. და რა ვიცი, ესეც სარაფანიზე თუ ძალიან ამოღებულია ვთქვათ სარაფანი და ან ძალიან ამოღებულია მაიკა და გინდათ გიყვართ ესეთი ჩაცმულობა და ძალიან არ გინდათ რომ ანუ დიდი დეკოლტე გქონდეთ, შეგიძლიათ ასეთი რამეები ჩაიცვათ. მე ამას ვხმარობ სხვათა შორის ასეთ შემთხვევაში. გადავიდეთ შემდეგში. ეს არის საყვარლობა, მეგობრებო. ეს არის ჩემი ლუსიკო შუყიდე. ყველასთვის ცნობილი, ყველასთვის საყვარელი უკვე. მაქვს პატარა სხვათა შორის ვარდისფერი და ეხლა დიდიც ვიყიდე ესეთი. ჯახეთ რა სიცოცხლეა. ჩემ ლუსიკოს უყიდე, ნუ ჩაეხუტოს და რა ვიცი, იქ ესვას გვერდზე და დაიძინო ნეტათან რაღაცა. ეს უკან რა თქმა უნდა, ეხა არ ვიცი ამოვატრიალებ, მოდი ეს ტრიალდება. ვინც იცის უიპომა და წაუსვი. არა უშავს. ხო, ესე ტრიალდება ესე და ხდება გაბრაზებული. ასეთი გაბუტული არის, რაღაც კამფეტები უნდა ალბათ, ან ჩახუტება უნდა, აი ესე ჩავეხუტოს და გახალისდეს. აი ასე. აბა ამოვაყრუნოთ, ამოვატრიალოთ. აი ასე. აი ასე ბედნიერია. მე ძალიან მიყვარს სათამაშოები.
გეждები ასეთ სათამაშოებზე. ბავშვობაში ძალიან ბევრი მქონდა. რაც ჩემი არ გვაკლებდა არაფერს, რა თქმა უნდა, როგორც ვიძახი ხოლმე და ძალიან კარგი და ლამაზი ბავშვობა მქონდა. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ბევრი სათამაშო ბარბები მქონდა, ბარბების კოლექცია არ გავიდოდა დედაჩემი ისე რომ ჩემთვის ერთი ბარბი არ ეყიდა და რაღაცა მაშინ ახალი იყო ეს ბარბები, ანუ თან ისე იყიდებოდა და სულ ეძებდა რომ რაღაცა, ანუ მეტროსთან იყო ხოლმე რაღაცა ჩიტები რაღაცები იყიდებოდა და ეს ბარბებიც სადღაც მანდ იყიდებოდა მახსოვს რა, მოკლედ და რამდენჯერაც გაგვიყვანდა ხოლმე ან რამე წრეზე რომ დავყავდით ბარბებს ან რაღაცა ესეთ სათამაშოებს აუცილებლად გვიყიდიდა და კიდე რა ვიცი თოჯინები, ფუმფულა სათამაშოები გქონდა, დაბადების დღეებზე ვყიდულობდა და რა ვიცი მე ანუ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. არ მეკლდა სათამაშოები როგორც ვთქვი და ახლაც დიდობაშიც ძალიან გამომყვა და მიყვარს და მყავს და მაქვს და ну რა ვიცი მე მიყვარს. ვიღაცისთვის შეიძლება რა დროს ამისი, ну მე არ ვთვლი ესე. სიხარულს და ბედნიერებას ასაკი არ აქვს, უნდა გაილამაზოთ ცხოვრება თქვენი, ისინი აიხდინოთ, რატომაც არა, ყველა დიდ ადამიანშიც, პატარა ბავშვიც აუცილებლად ყველაში ზის, გინდა გულის კუნჭულში და რატომაც არა თან უნდა გაიხალისოთ ცხოვრება. აი ასე. ასეთი ლამაზი ფუმფულა შენაძენი გვაქვს, ჩემი ლუსიკოსთვის. აბა გადავიდეთ, ხო, დღეს ასეთი ესეც მომივიდა. ხო, მოდი ამით დავიწყებ. ასეთი საფულე, ესეთი ლუი ვიტონის რაღაც ძალიან ისეთი. ну არ არის ნამდვილი ბრენდი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩინური პროდუქტი და აი ასეთი დერმატინი არის, მაგრამ ფერის გამო და რაღაცა პატარა რო არ მაქვს საფულები, ჩანთებიც, რაღაცა, ანუ ბრენდებიც, ასეთის, ისეთის, ძვირიანი, იაფიანი, ასეთ ფასიანი, ну მე არ ვერიდები, როცა რაღაცა მომწონს